ილიაუნის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. იდუმალის სკიური, ასე ქვია სპექტაკლს, რომლითაც თეატრი მეათე საიუბილეო სეზონს გახსნის. ჩვენ თამაშობთ დაძმას, თებეს და მატეს, რომლებიც ძილის წინა მოგზაურობით ხვდებიან სხვადასხვა ჯადოსნურ სივრცეებში, რათა იპოვონ იდუმალის სკივრის გასაღებ. რეპეტიციობთ, ბოლო შტრიხები შეგვაქვს სპექტაკლში, ჩვენ როლებში. ვღელავთ, რო არ მოვიტყუოთ. შეწყელავ? ხო, მე ვღელავ, ალბათ გიორგიც. ბოლო დღეებშიც რაღაცები შევცვალეთ, რაღაცები დავაზუსტეთ და ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ისეთი სპექტაკლი გამოდის, რომ ერთი წუთი არ მოიწყენს მაყურებელი. პიესის ავტორი რეჟისორი კახა შარტავაა. მასთან ერთად პროექტზე ქორეოგრაფმა ნათია ბუნტურმა და მხატვარმა ნუცა ჭყონიამ იმუშავეს. სპექტაკლის ზღაპრის მოტივებზე აგებული და სავსეა მოულოდნელობებითა და უჩვეულო თავგადასავლებით, რაც არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც საინტერესოა. არ მინდოდა ეს ყოფილიყო რაღაც ასაკობრივი ზღვარი და არ ყოფილიყო კონკრეტულად ბავშვებისთვის და ამიტომ მოხდა ისეთი რამე, რომ მე თვითონ დავწერე ეს ზღაპარი და დავარქვი იდუმალის სკივრი. გასაღების საპონელად მიდის დაძმა, ეს არის სიუჟეტი და ხვდებიან სხვადასხვა სივრცეში, ხვდებიან ნატვისხეებთან, ხვდებიან სიყვარულთან და რაც მთავარია, ბოლოს ისინი პოულობენ თუ არ პოულობენ ამ გასაღებს და ხსნიან თუ არ ვერ ხსნიან ამ სკივრს, ეს უკვე მაყურებელმა უნდა ნახოს. ილიაუნის თეატრის სცენა ახალ სპექტაკლს იდუმალის სკივრი 17, 18 და 19 იანვარს დაეთმობა.